მე მეგონი მაქვს უფლება რომ ვისაუბრო გარკვეულად ქართული ოცნების ამომრჩევლის და მომხრების სახელით. Პირადად არც მე არ დავუშვებ და არც ბევრი ჩემი თანამოაზრე, აი ვაქხანალიას რაც ხდება, ადამიანებმა წააგეს 3% აიღეს. ნინო ბურჯანაძის გაკეთებული რევოლუციის დედავატირე მე კიდე. 1%-იანიც რო არ არის და ჩვენც ხალხი ვართ, ჩვენც გვაქვს ჩვენი ნერვები, ჩვენც გვაქვს ჩვენი სურვილები, გაბრაზება გვაქვს, ბრაზობთ და ჩვენ შეგვიძლია აი ეთერში ჯდომა საუბარი და კიდევ ბევრი სხვა რაღაცაც შეგვიძლია და ეს არ მოხდება, არ გამოვა სააკაშვილის ვარდების რევოლუცია 2. არ დაუშვებთ ამას ჩვენ, ნებისმიერ ფასად არ დაუშვებთ. თუ ეს არის დაღუპა ჩემი შვილების, დაღუპა თქვენი შვილების. აქ ქართულ ოცნებაზე და იმაზე ნაციონალურ მოძრაობაზე და ლელოზე და ვიღაცებზე არ არის. აქ არის ხალხი საქართველოში, ვისაც ეს სისხლის ფასად დაუჯდა და ნერვების და ციხეში ჯდომის. მესმის ახალგაზრდები ბევრნი არიან და ისეთი აკადემიური ადამიანები, ხო? ქართულ ოცნებაში და მე მხოლოდ მივესალმები მათ და რა თქმა უნდა ქვეყანა უნდა დამშვიდდეს და ტექნოკრატებიც უნდა იყვნენ პარლამენტში და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ამით ქართული ოცნების მომხრები არ მოიწურა. ჩვენ შეგვიძლია მისვლა პასუხისგაცემა, გინებაზე პასუხისგაცემა, ყვირილზე პასუხისგაცემა და ზოგადად კაცები ჩვენც ვართ აქეთ რა. დაიმახსოვრეთ ეს ახლა ვინც სააკაშვილს ვეუბნები, დაიმახსოვრე ეს შენი ნაძირალა დედავატირე. არ გამოგივა, დავწვევით და არ გამოგივა ეს. აი ამას გეტყვი შენ და შენს ამფსონებს.